მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან. ეს არის გადაცემა ალგორითმი, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ლელა ლუბჟანიძე წარუძღვები. დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკული კუთხით მედიაში ჟურნალისტებმა. ჩვენი სტუმარი არის ოთარ კვირიკაშვილი, სპეციალისტი. გამარჯობა ოთარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე სიღრმეებში შევალთ, მანამდე მინდა გკითხო ოსინთის შესახებ, რომლის გზამკვლევის პრეზენტაციაც თქვენ გქონდათ, რომ ვისაუბროთ ამ სახელმძღვანელოზე, რას მოიცავს, ვისთვის არის განკუთვნილი და რატომ გახდა საჭირო ამ სახელმძღვანელოს გზამკვლევის გამოცემა. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ რაც თელ სამყაროში საიდან გაჩნდა ზოგადად ოსინთი და რა არის ოსინთი. ოსინთი არის დაზურვა ღია წყაროების მეშვეობით. ეს პირველ რიგში მინდა გამმარტო, რომ არის სრულიად ლეგალური, რადგან შენ ცდილობ, რომ ისეთი ხელსაწყოების გამოიყენო, რომელიც ნავიგაციაში შეგიწყობს ხელს, აი მთელი მილიარდობით ღია წყაროდან, რომ ამოიღო ზუსტად ის მონაცემები, რაც შენ გჭირდება და ამ მონაცემების სტრუქტურიზაცია გაუკეთო, კლასიფიკაცია გაუკეთო, დაახარისხო და შენთვის შემდეგ შეძლო სწორი ანალიზის გაკეთება ან მიწოდება იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამ წყაროებს უკვე ანალიზს გაუკეთებს. იცით რომ აი ეხლაც ვახსენე მილიარდობით წყარო არსებობს დედამიწაზე ღია წყარო და ადამიანებს გჭირდება იმის გაგება თუ რა როგორ მოუძებნოთ, სად რა ვეძებოთ და ასე შემდეგ და ოსინთ ხელსაწყოების სწორედ ამაში გვეხმარება და ამაში გვიწყობს ხელს. თან იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ჟურნალისტიკა უკვე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვიმყოფებით აი ესეთი კორუფციის და უბედურების ფონზე, როდესაც ერთმანეთს უკვე ღიად ხოცავენ, უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციის იმხელა კორუფციაში არიან უკვე. ჩვენ განსაკუთრებულად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენარ ქვეყნებში საჭიროება მოითხოვს ხოლმე, რომ ჟურნალისტს კიდევ ქონდეს ის საგამოძიებო უნარები, რომელიც დაეხმარება მას სხვადასხვა და ოსინთი როგორ ეხმარება ამ შემთხვევაში? ხო, ოსინთი ამ შემთხვევაში ოსინთი აერთიანებს, ოსინთი არის დისციპლინა, სფერო, მიმართულება, ესაც რო აუხსნათ ადამიანებისთვის, ვისაც შეხება არ ქონია აქამდე. და ოსინთი აერთიანებს ათასობით ხელსაწყოს, თუმცა ამ ათასობით ხელსაწყოში კიდევ არის გამორჩეული რამდენიმე ათეულობით ხელსაწყო, რომელიც კიდევ საკუთარ თავში აერთიანებს და კომპლექტაცია იმ კარგი და საუკეთესო ხელსაწყოების, რაც გვეხმარება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ადამიანის იდენტიფიცირებაში, სოციალური ქსელებებით გამოძიებაში, კორუფციის, ნეპოტიზმის ფაქტების ამოღებაში, დაფარული კავშირების გამოვლენაში, ამ კავშირების დადგენაში და ასე შემდეგ, რაც კიდევ ახსენებ, ჩვენაირი ქვეყნისთვის არის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ სწორედ ესეთ ხელსაწყოებს მოუყარეთ ამ სახელმძღვანელოში თავი, სადაც შეუძლიათ ადამიანებს, რომ რამდენიმე ხელსაწყოს გამოყენებით, 2-3 ხელსაწყოს გამოყენებით შეძლონ რაღაც გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენა და კიდევ ვიძახით დღევანდელი ჟურნალისტიკა, ტრადიციული ჟურნალისტიკა უკვე წარსულისკენ მიდის, რადგან უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, ავტომატიზაციას გაუკეთებს ყველა იმ სფეროს, არა მარტო ტრადიციული ჟურნალისტიკას, სადაც ადამიანები რაღაც რუტინულ საქმიანობას აკეთებდნენ და ტრადიციული ჟურნალისტიკაც აი ვთქვათ ბლოგების წერა ან რაღაცა სტატიების წერა გადადის რაღაცა უკანა პლანზე და შენ თუ ჟურნალისტს არ შეგიძლია რამდენიმე ხელსაწყოს ერთდროულად გამოყენება, როგორც ოსინთის ისე ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენება ძალიან გაგიჭირდება. აი რომელი ხელსაწყოები წაადგებათ, იმიტომ რომ გარდა ChatGPT-ისა კიდევ რა არის, იმიტომ რომ რატომაც ეს ყველაზე ცნობილია და მეტნაკლებად გამოიყენება, კიდევ რომელი აპლიკაციებია, რომელიც ჟურნალისტს დაეხმარება უშუალოდ. ხო, აი ოსინთზე ვსაუბრობდი და ისაც მინდა ვახსენო, რომ თუმცა მხოლოდ ოსინთ ტრადიციული ძველებური ოსინთ ხელსაწყოების გამოყენება არაფერში აღარ გამოგადგება. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აი არ გამოგადგება, მაგრამ რაღაცა ვეღარ წავა, ვერ წაგება ესე საქმე და ამიტომ ის ხალხი, ვინც სხვადასხვა ინსტრუმენტებს აკეთებს, თუნდაც Maltegos, თუნდაც აი რა ვიცი, ოსინთ ხელსაწყოები არსებობს, Spiderfoot და კიდევ ბევრი ძალიან ძლიერი ხელსაწყოები, ისინი ცდილობენ, რომ ხელოვნური ინტელექტთან ინტეგრაციით გააკეთონ ეს ყველაფერი. ხელოვნური ინტელექტის გარეშე დღესდღეობით უკვე არაფერი მნიშვნელოვანი აღარ ხდება.
და რაც შეეხება ახლა ხელსაწყოებზე დამისვი კითხვა, ანუ გარდა ChatGPT-ისა, არსებობს მრავალი ენობრივი მოდელი, ძირითადი ენობრივი მოდელი და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ ენობრივი მოდელების უნდა ტესტავდეთ, ასე ვთქვათ, ამ ენობრივ მოდელებს, რადგან შეიძლება რაღაცა ChatGPT-მ ვერ გაგიკეთოს და გაგიკეთოს Grok-მან, გაგიკეთოს Gemini Cloud-მა, Perplexity-მ, რა ვიცი, კიდე DeepSeek-მა და ასე შემდეგ. ამიტომ და რითი ეხმარება მაგალითად ტექსტის ვიდეოს რითი განსხვავდება ახლა დოკუმენტებთან სამუშაოდ თუ გჭირდება მაგალითად ძალიან კარგი ხელსაწყო კლაუდი ამ მიმართულებით რომელიც არის Anthropic-ის პროდუქტი, როგორც მაგალითად OpenAI-ის პროდუქტი არის ChatGPT, ხელოვნური ანუ დიდი ენობრივი მოდელი, Anthropic-ის არის ეს კლაუდი და დოკუმენტებთან და ეს PDF ფაილებთან და ესეთ ფაილებთან ძალიან კარგად იღებს ამ ინფორმაციას და კარგად კითხულობს. მაგალითად, თუ შენ გჭირდება წყაროზე და მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ამისთვის ძალიან კარგია Perplexity. ეხლა რატომ არის კარგი? და რატომ ვახსენებ წყაროზე დაფუძნებულს? როდესაც დიდი ენობრივი მოდელი რაღაცა პასუხს გაძლევს, ის მას ბევრჯერ აქვს რაღაც ნანახი მანქანური სწავლებით თუ deep learning-ით თუ სხვადასხვა ხელსაწყოების მეშვეობით, ბევრჯერ აქვს რაღაც ნანახი და პროგნოზის საფუძველზე გეუბნება ამ ყველაფერს და მან ზუსტად არ იცის, ანუ როგორ ვთქვა, მას არ გააჩნია ის პროგნოზირებს. აი Perplexity სხვანაირად არის. Perplexity პირდაპირ წყაროდან იღებს ამ ინფორმაციას და წყაროსაც უთითებს და ამიტომ კარგი იქნება ხოლმე რომ ჟურნალისტი თუ რაღაც დაწერას ააპირებს, გადაამოწმოს ხოლმე Perplexity-სკენ და ისედაც სხვადასხვა ენობრივ მოდელებთან, რადგან ენობრივ მოდელებს მართალია მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ კიდევ გააჩნია ჰალუცინაციები და აი რას გულისხმობ, ეხლა ალბათ ყველა შეგხვედრია რომ რაღაც კითხვას უსვამთ და ძალიან დამაჯერებლად პასუხობს ტყუილს. ან სადღაც გაიჭედება ხოლმე და რაღაცას გვეუბნება რომ აი მაგალითად პასუხობთ რომ ვეუბნებით რომ აი ეს რაღაცა შეიძლება გიპასუხოს რომ შოთა რუსთაველი იყო საქართველოს პრეზიდენტი რაღაცაზე გაიჭედოს და ამაზე გიპასუხოს რომ აი 99 წელს აირჩიეს 97%-ით მოვიდა და ასე შემდეგ, ანუ არგუმენტებსაც მოიყვანს, მაგრამ შეიძლება ძალიან აბსურდში გადავიდეს. ამას ქვია ჰალუცინაციები. თუმცა ეს ჰალუცინაციები ძალიან მინიმუმამდე დაიყვანეს ამ დიდმა კომპანიებმა და კიდევ უფრო დაბლა ჩამოდის. აი მაგალითად, როდესაც აკეთებ AI აგენტს, იქ შენ შეგიძლია გავუწერო პარამეტრები GPT მოდელებს და მაგალითად იქ არის რომ 0 და 1-დან შეგიძლია გავუწერო 2-მდე. თუ 0 და 1-ია, ძალიან სწორ პასუხებს გაძლევს, აი დადასტურებულ პასუხებს და 2-მდე თუ გავუწერს, შეიძლება რა უთხრა რომ რაღაც ვინ იყო საქართველოს რაღაცა მეორე პრეზიდენტი ან პირველი პრეზიდენტი, შეიძლება გითხრას ლექსი და სხვა რაღაცა მოიტანოს. ანუ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ ბევრი ადამიანია ესე ზერელეთი ძახის ხოლმე რომ აი Gemini მირჩევნია, ის ჯობია, არ არის ესე აი ცალსახად ჯერ კიდე შექმნის ეტაპზე ვართ, ხო, პირველ ეტაპზე ვართ, ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეტაპზე ვართ და ჯერ არ გადავსულვართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და არ არის ესე ცალსახად რომელი რაღაცაში Gemini-ს ჯობია, რაღაცაში ChatGPT-ს ჯობია, იმიტომ რომ ესენიც იზომება ბენჩმარკებით, თავისი ტესტები აქვს, თავისი მეტრიკები აქვს და თავისი საზომები აქვს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბენჩმარკია, მაგალითად ერთ-ერთი არის MML-EU, რომელიც ესე იგი 57 დისციპლინაში ზომავს იმას დიდ ენობრივ მოდელს, იქ არის ფიზიკა, ქიმია, ისტორია, ის სტუდენტის დონის ტესტებია. მაგრამ ეს ხელსაწყო ეს LLM-ი თითქმის ყველამ გადაიარა, ყველამ ჩააბარა, ყველა ენობრივმა მოდელმა და 85-90%-ით, ანუ თითქმის 100%-ით აბარებენ ამ გამოცდას. იქ არის კიდევ მეორე გამოცდა მათემატიკაში, ლოგიკაში, კიდევ ჩინური ტესტები შემოაქვთ, ჩინური ეროვნული გამოცდა, რომელიც ითვლება ძალიან რთულ
გამოცდათ, რადგან იქ მილიონობით სტუდენტი უნდა გაფილტროს იმ გამოცდამ და ის ჩინური გამოცდიდან ახლა ვთქვათ DeepSeek სრულად აქვს აღებული დასატესტად, ძალიან ტექნიკურ საკითხებში გადავდივარ, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებს რომ სრული წარმოდგენა შეექმნათ. ChatGPT-ს მარტო მათემატიკა და ინგლისური ენა აქვს შემოტანილი. და მაგალითად ის არის, ანუ ამ რაღაცეებში იზომებიან, მაგრამ ეს რაღაცები რახან გადალახეს და ყველა დიდმაინურმა მოდელმა შეძლო ამ გამოცდების თითქმის მაქსიმუმამდე მიყვანა საკუთარი თავის და ტესტების, ეხლა შემოვიდა კიდე ახალი ტიპის გამოცდები, აგენტურული AI აგენტურული გამოცდები ქვია, რომელიც ესაც მიზანს უსახავდა რაღაცა 2x2-4-ს კი არ გეუბნება, შეიძლება რაღაცა სწორი გამოსავალი იპოვოს, როგორ მიუდგება საკითხს, როგორ გადაწყვეტავს მიზანს, რამდენად მიემსგავსება ადამიანურ საქციელს და უკვე ამით ზომავენ. რადგან ის რაღაცა ტრადიციული გამოცდები, როგორც თქვი და ტრადიციული ტესტები, მეტრიკები ჩააბარეს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ კარგად გავიაზროთ რისთვის გვჭირდება დიდი ენობრივი მოდელები აი ჩვენ საქმეში, კარგი იქნება თუ შევხედავთ აი ამ მეტრიკებს, ტესტებს, ბენჩმარკებს, რა დონეზე აქვს თამათ გამოცდები ჩაბარებული. აი ავიღოთ ადამიანი ავიღოთ და ამით ფაქტურად აი რო წარმოვიდგინოთ ეს დიდი ენობრივი მოდელები როგორც ადამიანები, გვეცოდინება რომ ამას კარგი ცოდნა აქვს მათემატიკაში, ამას კარგი ცოდნა აქვს რაღაცა ფიზიკაში და თუ ჩვენ ჟურნალისტები ვართ, თუ რაღაცა მარკეტოლოგები ვართ, როდესაც გვეცოდინება ეს რა მიმართულებით მუშაობს კარგად, იმ ხელსაწყოს გამოვიყენებთ, ან Gemini-ს გამოვიყენებთ, Grok-ს გამოვიყენებთ, DeepSeek-ს. აი ახლა მაგალითად გავრცელდა Grok-მა თქვა, რომ Grok 4 გამოვუშვით და ჩვენ ვართ საუკეთესოები მსოფლიოში, მაგრამ და ChatGPT-საც ვაჯობეთ, Elon Musk-ი იძახის და მოკლედ მისი გუნდის წევრები, რომ აი ძლიერები ვართ ამ რაღაცებში, თუმცა არც ერთი დამოუკიდებელი მეტრიკა და ტესტი არ ჩაუბარებია თუ არ ჩავთვლით რამდენიმეს Grok-ს. და ამიტომ ესეც ცალსახად ეხლა თქმა იმის რომ Grok-ის საუკეთესოა საქართველოში საიტაცეს და TikTok-ზე მხვდებოდა ვიდეოები რომ დღესდღეობით Grok-მა ყველაფერს აჯობა, Grok-ის ფასიანმა ვერსიამ. აი Grok-ის გუნდმა რახან გააკეთა განცხადება რომ ჩვენ ყველაზე საუკეთესოები ვართ, ესენიც ესეამბობენ. აი მაგალითად ის ცუდი შედარება გამომდის, მაგრამ ცუდი რა, ცოტა სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ ასევეა, აი როდესაც ადარებენ ხოლმე Signal-ს და WhatsApp-ს, სიგნალი მაგალითად წელიწადში 3-ჯერ დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ მოწმდება, ანუ Signal-ს გამოაქვს ეს შეფასების საკუთარი კომპანია და შემთხვევითობის პრინციპით შემოყავს აუდიტორები და ისე ამოწმებენ და WhatsApp-ი მაგას არ აკეთებს. WhatsApp-ი კი არა მეტა ზოგადად. მაგას არ აკეთებენ, ისინი საკუთარ არჩეულ აუდიტორს ატესტინებენ კომპანიას, ანუ ამოწმებინებენ კომპანიას და ესეა Grok-იც რა ამ შემთხვევაში და კარგი იქნება ხოლმე რომ აი ობიექტურად შევხედოთ ხოლმე ამ ყველაფერს და ესე შევაფასოთ. და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ, მაგალითად, როგორ შეგვიძლია აი ამ დეზინფორმაცია პროპაგანდის ხანაში AI-ს დახმარებით ამოვიცნოთ ყალბი ამბავი, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მოკლედ, აი როგორ არის იცით, არსებობს უამრავი ხელსაწყო, როდესაც დეტექციას ახდენს ამ ყალბი ამბების ამოცნობის, მაგრამ ყალბი ამბის თავარი ამბავიც ის არის, რომ თუ გავრცელდა სიცრუე და 10-დან 13 მაინც დაიჯერა, მათი მიზანი მიღწეულია. თან მით უმეტეს თუ ჩვენ რეალობაზე ვლაპარაკობთ, საქართველოს რეალობაზე, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ატარებს აი ამ ჰიბრიდულ ოპერაციებს და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად ამ ფსიქოლოგიური ოპერაციების წნეხის ქვეშ ვართ და ხედავთ, რომ აი საზოგადოება ნელ-ნელა როგორ იჯერებს აი ყველაფერს, რაც უფრო დაბიოტყუილია, უფრო მარტივად აჯერებენ. დღესდღეობით იმდენად მოწყვლადია ქართული საზოგადოება ამ ყალბი ამბების მიმართ, რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ 10-დან 3 კი არა 10-დან 9 დაიჯეროს, ანუ 8 დაიჯეროს რაღაცა ის ყალბი ამბავი და ამიტომ აღარ კმარა და რესურსიც აღარ არის ხოლმე შეიძლება რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაწეროს საკუთარ Facebook-ზე ან fact-checking-ი გაუკეთოს ამა თუ იმ ყალბ ამბავს და გამოიტანოს და მაგალითებიც აჩვენოს და არაერთი ქონია ესეთი მაგალითები, მაგრამ ეს ადამიანები აი ესე ჯიუტად გემტკიცებენ, რომ გინდა თუ არა რაღაცა deep state-ი გვევძვის და ისებძვის და ესებძვის, როდესაც
მაგალითად ახლა თუ deep states საქართველოს მთელი მსოფლიო უჭირავს ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე ის რა ქვია რაღაცა გიგანტი რომ ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს ვერ უხერხებენ ქართულ ოცნებას და ამ დროს ტრამპი უჭირავთ თურმე ხელში და აი ამ დონეზეც რო ადამიანს უკვე სჭირა და თურმე მსოფლიო მართველები რომ აი ამ რაღაცა მაიმუნებს ვერაფერს ვერ უხერხებენ და ეგ მაგ ადამიანს უკვე ვერანაირი მაგალითი ვეღარ უშველეს მასეთ ადამიანს და ამიტომ ფიქრობ რომ აქ მარტო ყალბამბებთან ბრძოლით ვერაფერს ვერ შევძლოთ აი წმინდა ტექნიკური ამბების გარეშე აი წმინდა პოლიტიკურად ვიძახი მანდარი უკვე საგანმანათლებლო თემად ჩარეულ გამოსასწორებელი მანდარი საკანონმდებლო ნუ რაზეც ეს ჰიბრიდული ხაზი გადის დაარტყეს საკანონმდებლო თემა ხაზს და დაარტყეს საგანმანათლებლო ხაზს დაარტყეს ინსტიტუციებს და ყველანაირად მოანგრეს და მოშალეს მთელი ქვეყანა და რა თქმა უნდა პიროვნებებს კიდევ ვიძახი საზოგადოებას ყოველდღიური ფსიქოლოგიური ოპერაციების ფონზე ამყოფებენ და ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში შენი 2 და 3 fact-checking რაღაც გუნდით რაღაცა შეძლო. კი ბატონო და კიდევ ერთი ისე პრაქტიკული საკითხი მინდა რომელსაც თქვა ესე კარგად გამოვიყენებთ შემდეგ ხშირად არასწორად პასუხს ვიღებთ ხოლმე როდესაც იგივე ChatGPT-ს ვეკითხებით რაღაცას როგორ უნდა დავუსვათ კითხვას სწორად ისე რომ დაგვეხმაროს მოკლედ რაც არის ჩვენი მიზანი შესაბამისად აი ეხლა ამას ქვია ზოგადად prompt და არა მხოლოდ კითხვა როდესაც გვინდა რომ რაღაც საკითხი დღეს ძალიან გავრცელდა ეს სიტყვა prompt-ი ყველა ხმარობს რომ აი სწორი პრომპტი დაუსვათ და რაღაცა პრომპტის მარტივად ესე პრომპტი არ არის ესეთი მარტივი ამბავი რომ აი სწორად დასვა და გიპასუხოს პრომპტ ინჟინერია ახლა უკვე სფეროთ ჩამოყალიბდა ჩვეულებრივი სამსახურები იქმნება ჩვეულებრივი ეს არის ვაკანსიები ცხადდება პრომპტ ინჟინერებზე ევროპაში დასავლეთში და ეს ადამიანები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გუნდის სადაც ესენი მუშაობენ ზოგადად კარგი პრომპტი იქმნება რამდენიმე საფეხური ან რამდენიმე შრისგან იქ რა ზმნასად უნდა შეიყვანო რა სიტყვის შემდეგ უნდა მოიყვანო როგორ უნდა დაალაგო ამ თითო სიტყვაში რამდენ წინადადებიანი უნდა იყოს ეს სიტყვა როგორ უნდა იყოს სტრუქტურა ზოგადად წინადადების აი ამას სწავლობ მარტო მაგას არ სწავლობ კიდე იქ წეგანაც ვახსენე ტემპერატურები ვახსენე როდესაც ჰალუცინაციებს იწვევ GPT მოდელების ანუ როდესაც არ ვიღებთ სასურველ შედეგს ეს არის ზოგჯერ შეიძლება იყოს ჩვენი არასწორად კი რა თქმა უნდა ერთი ნუ არ გამოირიცხება კიდევ ვიძახი შექმნის ეტაპზე ვარ და პირველ ეტაპზე ვარ ამენობრივი მოდელების და კიდევ ვითესტება და რაღაცები არ გამოირიცხება თუმცა ჩვენი ბრალეულობაც არის აი 40-60 შეიძლება ვთქვათ რომ ცოდნა არ გაგვაჩნია იმიტომ რომ ეს ერთი ნათქვამით ამ რაღაცას ვერ ისწავლი ანუ შეიძლება ერთხელ გააკეთო მაგრამ ეს სტრუქტურა თუ თავში არ აქვს ჩამოყალიბებული წინადადება როგორ უნდა დაალაგო რადგან კომპიუტერს ესმის სხვანაირია ხო კომპიუტერი სწავლობს სხვანაირად და შენ როდესაც მას ელაპარაკები ადამიანივით მართალია ამ მეცადინებენ ასწავლიან ისე რომ ადამიანის ტვინის იმიტაციის დასწავლა მოხდეს აი როდესაც გადავდივართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მაგაზე მიდის საუბარი და დასწავლა და ავტონომიური დასწავლის პროცესში არიან ეს AI აგენტებიც და ზოგადად დიდი ენობრივი მოდელებიც მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სწორი პრომპტის გაწერა და სწორ პრომპტს კიდე ესე არ არის ნუ იყიდება წიგნებიც არის PDF ფაილებიც რომ აი პრომპტი მაგალითად ბიზნეს პრომპტები სამედიცინო პრომპტები და ასე შემდეგ მაგრამ პრომპტი კიდევ ვიძახი ეს ვიღაცამ დაწერა ხო მაგრამ შეიძლება შენ რა სფეროშიც გაინტერესებს და რა კითხვაც გაინტერესებს ეს ჯერ დაწერილი არ იყოს მაგრამ შენ თუ იცი სწორი სტრუქტურის აწყობა როგორ უნდა დაალაგოს სწორი სტრუქტურა ამ პრომპტის შეიძლება ძალიან კარგი პასუხები მიიღო
თან აი მეორე შემთხვევა კიდე ერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის საერთოდ არაფერი არ იცი, ჯერ ახლიდან იწყებდა, საერთოდ შეხება არ ქონია ენობრივ მოდელებთან და აპლიკაციაც არ აქვს, თავიდან სჯობია რომ მაგალითად ChatGPT-ს დააწერინო პრომპტი Gemini-ისთვის, Gemini-ს დააწერინო პრომპტი სიტყვაზე Grok-ისთვის, ან Cloud-ისთვის და კოპილოტისთვის და ასე შემდეგ და ამათ ესენი დაგეხმარნენ იმაში რომ აი უთხრა რომ ესეთი პრომპტის დაწერა მინდა და ის უფრო კარგად აღწერს და კარგად ჩამოაყალიბებს. თუმცა აი მე მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა, როდესაც აი მეტალის ადამიანი რამდენიმე თვის უკან ანუ ტრამპის სახე იყო მეტალის რკინისგან გაკეთებული ბიუსტით რაღაცა ძალიან მაგრად გავდა, ძალიან კარგი ეს იყო რა ქვია, ფოტო იყო და იგივე პრომპტით ავტვირთე ჩემი ფოტო. და ნუ ტანზე და რაღაც ხელებზე კი მიმამსგავს, მაგრამ სახე იყო სულ სხვა. ანუ სახე კი მიმამსგავს აი ფორმები, მაგრამ მე არ ვიხარ. ფოტოებზეც ცვლის. და როდესაც მოვიძიე ეს ინფორმაცია, ეს იყო ის, რომ მე არა ვარ საჯარო პერსონა. ChatGPT-ს ჩემზე ანუ ცნობილი არ ხო, ანუ ChatGPT-ს არ ქონდა ჩემი ფოტოები ნასწავლი და რახან ტრამპის სურათებით ასწავლიდნენ მანქანური სწავლების პერიოდში. ჩვენ ხო ვიცით, რომ დიდი ენობრივი მოდელები სწავლებენ მანქანური სწავლებით, ანუ რამდენჯერმე 1000-ჯერ ანახებ კატას და ძაღლს, მაგალითად ეუბნები რომ ეს კატა ეს ძაღლია, თუ ვერ გამოიცნო ქულას ჩამოაკლებ, თუ გამოიცნო ქულას აძლევ, ანუ ესე ზრდი დიდენობრივ მოდელებს მერე უკვე თავისით სწავლობს. თავიდან ესე ზრდიდნენ და ანუ ჩვენ როდესაც ხო და ანუ მე მოკლედ როგორი ამბავი გამოვიდა. მე რომ ამეტყვითა რამდენიმე ჩემი ფოტო და მე სწავლებინა რომ ეს ვარ მე ჩემი ფოტო, ერთი ფოტო, მეორე ფოტო, პროფილში ფოტო, ასე შემდეგ და სხვადასხვა ფოტოები ზუსტად ისეთივე კარგს გამოიყვანს ჩემ ფოტოსაც, როგორც კი ისწავლის, როგორც სიტყვაზე იყო ის ტრამპის ფოტო. ამიტომ მე მგონია რომ ეგაც დროის ამბავია, რადგან ხო ყველა ჩვენთაგანს ისწავლის დროთა განმავლობაში რამდენიმე თვეში ხელოვნური ინტელექტი, ძალიან ცოტა დრო დარჩა. ნუ ეს არის აი კიდევ ვიძახი ტრანზაქციის ეპოქას პერიოდს გავდივართ და ყველა ჩვენთაგანს რო ისწავლის უკვე ესეთი რაღაცებიც გამარტივდება და თან ახლა აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე GPT-5-ის ეტაპზე გადავდივართ. GPT-5 რას ნიშნავს? ახლა ხო არის GPT-4 მოდელები და GPT-4.0 და ეს GPT-5-ის ეტაპზე რო გადავდივართ, ChatGPT-ს აქვს აი ესეთი ამბიციური განაცხადი, რომ ერთი პრომპტის საფუძველზე, ნუ ერთი პრომპტი იქნება თუ ორი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ შექმნის AI აგენტებს. ეხლაც ვქნით ხო Flow-ვიზეში და ესეთი ხელსაწყოებში ჩვენი ხელით ვაწყობთ, შემოგვაქვს სხვადასხვა Zapier-ი, GPT მოდელები, რაღაცეები და არის ამის ესენი ტემპლეიტები და აქ ვაწყობთ, მაგრამ აი უკვე იქ შეეძლებათ რომ ნებისმიერ ადამიანს შექმნას AI აგენტი. და ამას ეძახიან ზოგადად ტექნოლოგიურ დემოკრატიზაციას, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ის სიკეთეები, რასაც მოიტანს ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, რაღაც ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, ის საშუალებადიანი პერიოდში, რასაც ველოდებით. მაგრამ აქ დგება უკვე ადამიანების ცოდნა, ადამიანების უნარები უკვე სტრატეგიულად როგორ გამოიყენებენ ამ ყველაფერს და როგორ რა სფეროებში შეგიძლია რომ გამოიყენო, როგორ დაალაგო რაღაც სხვადასხვა დისციპლინებში რა მიმართულებები მისცე ამ მოდელებს და ამიტომ ძალიან საინტერესო ეპოქა გველოდება, ზოგადად ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება განსაკუთრებით მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. კი ბატონო და ბოლოს როგორც სხვა პროფესიებზე არსებობს თავში კი ნაწილობრივი საუბრე, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ჟურნალისტები შეიძლება ჩაანაცვლოს AI-ს და რას ურჩევდი მათ, ვინც თქვათ ეხლა დგას პირველ ნაბიჯებს, როგორ შეიძლება რომ ფეხი აუწყონ თქვათ თანამედროვე გამოწვევებს, რომ არ ჩამორჩენა AI. სანამ ჰუმანოიდი რობოტები არ შემოვლენ და ალბათ ეს არის რაღაცა 7-8 წლის პერსპექტივა. აი მასიურად, ნუ ეხლაც არსებობენ, მაგრამ მასიურად, რომლებიც ალბათ დაიკავებენ რაღაცა დაცვის, კურიერების და ასეთ სფეროებს და კიდე შეიძლება რაღაც ავტომატიზაციას რასაც ახდენს დღეს ადამიანები რა რუტინული საქმეებით არიან დაკავებულები.
იმ სფეროებში არ ჩაანაცვლებენ, მანამდე იმის საშიშროება, რომ ჟურნალისტებს ჩაანაცვლებს AI არ არსებობს. თუმცა ჟურნალისტებს და ნებისმიერ სფეროს წარმომადგენლებს ჩაანაცვლებს ის ადამიანი, ვისაც ეწოდება AI-ის გამოყენება. ადამიანი შეიძლება გუშინ ძალიან ჩამორჩენილი იყო სხვა მეორე თანამშრომელთან შედარებით, საკუთარ თანამშრომელთან შედარებით და არ ქონდა ის უნარები და ის განვითარება, არც გამოცდილება და განათლება და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება დღეს 3-4 თვიანი კურსი და 10-15 ხელსაწყოს კარგი გამოყენება ისწავლოს AI-ის კურსის მეშვეობით და ხვალ ადამიანი მეორე ადამიანზე მეტი იცოდეს, რომელიც მხოლოდ რაღაც ბლოგებს წერდა თავიდან ბოლომდე და არაფერი სხვა არ იცის. ხო, ეხლა ავიღოთ მაგალითად რაღაცა ავიღოთ მაგალითად ხო იცი ეს სფერო რაღაც მონტაჟი, თუ უკვე მონტაჟში არ გამოიყენე ხელოვნური ინტელექტის აი ძალიან კარგი ხელსაწყოები, ჯერ ერთი გიადვილებს, მეორეც ერთი დროს გიზოგავს. რაღაცას რო ჭირდებოდა 1 საათი, ეხლა იმ რაღაცას იპოვი 2 წუთში. და შენთვის ვერჯობია და თუ ამ რაღაცებს არ აუწყე ფეხი, გაითიშები რა ადამიანი. აი ყოველთვის ვადარებ ხოლმე რომ შიშია, ბევრს აქვს ამის შიში, მაგრამ შიში ეხლა ვიღაცა რო დადიოდა მე-18 საუკუნეში ეტლით, მძღოლის საჭიროება სულ იქნება, მაგრამ ეხლა დადის ვიღაცა მანქანით. ეგეთივე ეს არის რა ქვია ხელოვნური ინტელექტი, უფრო გაუმჯობესებული ადამიანებს მეტი დრო დარჩებათ იმისათვის, რომ რუტინულ საქმეებში არ იყვნენ დილიდან საღამომდე 12 საათი და რეალურად არაფერს უარ ქმნიდნენ. აი სხვის გამო რომ ისხდნენ და დოკუმენტებში იკექებოდნენ, აი თუნდაც ავიღოთ იურისტების ასისტენტები და მაგალითად არსებობს ესეთი ძალიან კარგი ხელსაწყო Harvey AI, რომელსაც ინტეგრაციას უკეთებენ სხვადასხვა იურიდიული ფირმები და ეს პირველად საბუთებს და ასეთ რაღაცებს დოკუმენტაციას აწესრიგებს და ადამიანების საჭიროება აღარ ხდება და უკვე ის იურისტები, ვინც ძლიერი ადვოკატები არიან თუ ძლიერი იურისტები იმ ფირმაში მათთვისაც გამარტივებულია ყველაფერი, რომ წამებში უკეთებს ამ ყველაფერს, ხო? და აღარ უნდებათ ეს დიდი წვალება. ჟურნალისტიკაშიც ესეა. პირიქით გეხმარება, გითავისუფლებს იმ რუტინულ ამბებს და შენთვის არის, რა ვიცი, მილიონჯერ, კარგი მილიონჯერ ბევრი რაღაცის გამოყენება შეგიძლია ერთ ადამიანს და ამიტომ ამის შიშები რომ ვიღაცა ჩაგვანაცვლებს, არ ჩაგვანაცვლებს თუ ჩვენ თვითონ არ ჩავანაცვლებინეთ თავიდან და ადამიანი ვინც ვერ ვითარდება, ღირსიც არის რომ გაუშვა. ამ ეტაპზე ამ პერიოდში რომ ადამიანი ისევ ძველებური მეთოდებით უდგება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტს თავი დავანებოთ, აი რა ვიცი, smartphone-ების ეპოქაში და ინტერნეტის ეპოქაში რომ ისევ ძველებურად უდგება, ისეთი ადამიანი არც დასატოვებელიც არ არის ფაქტია. მადლობა, დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია, გემშვიდობებით. მადლობა.